გამოშვებას ამ წუთებში მოდულის შენობაში მიმდინარე ბრიფინგით დავიწყებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ მოდულის შენობას. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოვავლინეთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენს მიერ გამოვლენილი იქნა საფეხბურთო კლუბ სამტრედიის კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის ბაიას კაპიტანი როი ნონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა, თბილისის ვით ჯორჯიას ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, რომლებიც სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან, დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს. ამგვარად გამოვლენილი იქნა შემდეგი თამაშები. 2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიისა და ბოლნისის სიონის მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15,000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის დინამოსა და ზუგდიდის ბაიას მატჩი, რომელშიც ბაიას გუნდმა აიღო 12,000 ლარი. 2011 წლის 30 აპრილს ჩატარებული ვით ჯორჯიას და სიონის მატჩი, ვით ჯორჯიას გუნდმა აიღო 20,000 ლარი. ძიება გრძელდება, გამოძიება საწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მოდულის შენობიდან, სადაც საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობდა. მე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს რამდენიმე ფეხბურთელი და აგრეთვე საფეხბურთო გუნდ სამტრედიის ზუგდიდის კაპიტნები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში შედიოდნენ ტოტალიზატორებთან და აყალბებდნენ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა მატჩის შედეგებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ოპერატიულ მასალასაც ავრცელებს, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ნათია ტრაპაიძე გაეცნო. დიახ, როგორც მოისმინეთ, რამდენიმე ეპიზოდზე მიმდინარეობს ამ დროისთვის მუშაობა. პირველი ეპიზოდი ეს არის დინამოსა და ზუგდიდის ბაიას თამაში, რა დროსაც როგორც მოისმინეთ, ზუგდიდის ბაიას კაპიტანმა ფეხბურთელებთან შეთანხმებით შუამავალ დავით გაბედავასთან გაფორმა კორუფციული გარიგება. Zamena zikneva igrozuzde ara. Meate zamena zikneva zamena saçıyor ikine. Agis problema ara. Meate zamena zikneva bro ima kedam zero Suriyan mahande şerifim çön tabara es problema. Ora imas ne zamena swagite igrevi ras shiliva malero ara mokhezi ara geobnet eg voicholi ara sas poro tusachiwa çön tuchavto poro rogot kore khochen orpenasal davgidebto magasat gavagete magas ara ჩვენ მაგასაც და პირველ ტაიმში მოვაყუმაროთ. მომესწრეს. მეორე ტაიმში უოჭოლი იქნება რა ეგ. ხო. ბოლოსია. არა, ბოლო იქიდან და იქიდან. ზო აქ აი ბიჭი, სიტყვა ვკითხე ვარჯარო. დაფერხოთ ახლა. ჩამოვლე ნაგენ? ხო და მინდა შეჟღუდო ჩამოვუტან მე ჩამოსაკავ ზამს. მე გადათხოზე ის არ გვინდა მოდიშინე ვენდები რატენ აღატანა. ესე არ გინდა და არ უნდა რა. თუ აი კაცური სიტყვა ვიდეთ ერთმანეთთან აი ბიჭები. და შემეგეხმიანებით კიდე. გამოძიების ინფორმაციით დავით გაბედავასთან ფეხბურთელების მხრიდან კორუფციული გარიგება არ ხდებოდა მხოლოდ თამაშის მოგებაზე ან წაგებაზე, როგორც აცხადებენ, ასევე ფეხბურთელები გაბედავასთან თანხმდებოდნენ იმაზეც, თუ რამდენი კუთხური დაინიშნებოდა ერთი კონკრეტული თამაშის მიმდინარეობისას, ვინ და რამდენ ჯარიმას მიიღებდა და იქნებოდა თუ არა თამაში ნაჩვენები წითელი ბარათით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ეგრეთ წოდებული ცოცხალის თამაში ფეხბურთელების და გაბედავას შორის. მეორე ეპიზოდი ამ საქმის არის ვით ჯორჯიასა და ბოლნისის სიონის თამაში. პირველ ტაიმში შესვლას გიკეთებ, პირველ კვეთილს გიკეთებ და ჩვენი მეტი აუტი იქნება, ესე იგი სადაც 15 აუტს შავაწყობთ. თორე ხა მაინც დავიდავალოთ 10 იყო შეიძლება 12 მოხდეთ 13 15 შავა ბოლნის ხალხს ეცოდნენ და გადაყრენა თან ის თამაში უნდა მოვიდოთ და ეგ ეს ვარიანტი მოწერა და ასე ჩამოწერა და ზუსტად
4 მიდის ამ ადამიანთან ამ საქმეში. აგია მაგის. ის რაც არის, იქ 16 ამის ხო არა ყველგან. ხო. 20 უნდა მომენტს. 4 ამ საქმეში, და არის იმ საქმეში რაც გითხარი, იქანა კიდო ხალხი ხო. ესე 21, ხო. თუ რამდენი? არ გეუბნა 20 ეუნება. ხო. დაანები ამას დავიქოა გადაწყვეტილი დასვით. აქ ხვევით 4-ს თავაზ. ხო. იქ 16-ს ვიგა დაანები. ხო, ეგ 16 წასულია, 16. მაგრამ ამ 16-ს ხო ვამბავთ ამას, ვიჯო ესენი ერთი ხო არის უყველა ვიდეო. მაგი ასე უნდა დაждდეს ყველაფერი. კი ბატონო. ხო, მერე. და უნდა მიბმა ამაში რამდენსაც და კიდე ცალ რამეს უმატე. აი შემიაბი თუ გინდა მე ამას. ესე იგი 4 გამოდის, 20 ხო? 4-ს ეუბნება ადამიანს, ხო? ხო. მე ესე იგი პირველ ყვითელში და მეტაუჩი. ეუბნები 4-ს. ხო. აი გასაგები. არ უნდა დაგასვოს აუტი. აუტი არა, ყვითელი არ უნდა. ყვითელი არ უნდა დაგასვოს. და მესამე ეპიზოდი ეს არის უკვე სამტრედიისა და ბოლნისის სიონის დაპირისპირება, რა დროსაც როგორც მოისმინეთ ბრიფინგზე, ფეხბურთელებმა 15,000 ლარი აიღეს. დაიგინა თქვენი გავაკეთოთ მითხარი და მე რეგეთქვი რა ის შედას გააკეთებ მითხარი. მე რაც ხამინდა კიც მე წაგება მინდა. წაგები თავისთავად. წაგება და აიგინა გუშ. ენას გავაკეთეთ. უკვე ორი კაცი ვართ სტადიონზე. პრობლემაა მეორე. ტრენერები თავისთავად ჩვენი. როგორ ის უნდა ველაპარაკო? იგენ მელოდებიან რომ პენალი გვინდა. პენალია შეცვლა. ავაკეთოთ თანხა დავტოვოთ იგივე. 17 გითხარი მაშინ შენ. 17 მეორე მაგას. ბატონო. 17 ნამაზამენტის. 15? 10 უნდა მივიტანო გუნდში. 15 იონ მითხარი შენ რაფერა შენ გატყდა მე გითხრა ალამაზე მე 100-იც კი მინდა და მე 10 ახლა მომივალ იქიდან რომ მეტყვი კი გავაგდო პენალი და შეცვლა მეტყვი მე რას მაძლევია მაშინ 10-ზე ნაკლებს 4 5-6 არის იქან არ მომჯას პარდაგა თავი იმის არის მე 100 და საჩასოუნები არის ჩათვალე მოხარი იარაღი და მოდობილი შუზოვეთი როლაზი არ ყოს არ მომჯას და თაგ მარხავ იარაღი და მოდობილი შუზოვეთი ორი გოლი მინდა ორი იმას პრობლემა არა მაგ ესე პირველ ტაიმში გაკეთე პირველ ტაიმში არა პირველი და ეგეთებია დანარჩენია დაჟე იგი რა თქვა ხუთში რო დეინკიდან ვინმე აუბუსნო დეინკრა ვინმე იქიდან ხო შენ ეგრევე ადგები, რომ შეატყო უკვე всё, სასამართლო წეიქცა კაცები გამიყვანებენ, სანამ ექიმი დაუძახებს მეორე გუნდიდან გამოცვალეთ ისე ასე, მაგრამ ეგრევე ადგები და აკეთებს ზამენად. ბაზარი არა, ბუზღებულობო და რას უძავ და დასმოწვა. კი მეორე ტაიმს ასვენდობია, რავი, ის წეიქცებ და რა წეიქცებ. შენ მე ვაკეთებ, ტრენერ მეუნება, მე ვაკეთებ ზამენადს, რომ ორი ფეხბურთელი ხო შენ დაგაცები, მაგინა გითხრა პენალტი. всё? მიჩალი შეგულა იქ ხო? ხა. ათვალ. შევიტანჯეთ ევანდელი დღიარი გიჟ გავარს იმონ ახს მაგას დაურეკე და ხვალ 12 საათზე გამოვა დილას იმონ და ფულ შემეიტა მაგის დედაშევეცი ასულელი შეგევთქვათ არა? აი კალათბურთი ხო არ იყავა გედა. ის საიდან დაარტყენ? საიდან და თუნდაც ყველაფერიდან მივიდა. 30 მეტრიდან დაარტყენ, 40 მეტრიდან დაარტყენ, ყველა მხრიდან მივიდა. აი. ზონდა გაჩერებას იმ გარე. აი, ხვალ 12 საათზე დავაიძახე. ჩემპიონებით. დავით გაბედავა, რომელიც სამივე ეპიზოდში ფიგურირებს, ჩვენი ინფორმაციით არის ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედ ფეხბურთელებთან კორუფციული საქმიანობის დასაწყებად მან თავისი კონტაქტები და ნაცნობობა გამოიყენა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ჩემპიონატში მონაწილე სხვა გუნდების ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.